მოგესალმებით შემოძურფესებო და კარგებო. დღეს თქვენთვის გავწერ აი ესეთი საყვარელი დასტით. საჯარო გაშლას აი ესეთი სახელწოდებით თუ რაზეს დუმს იროვნება და რას მალავს თქვენგან, ხო? ჩაიფიქრეთ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და განვიხილოთ თემა. რაზეს დუმს ის, რას მალავს თქვენგან. მოიწონეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბა, სანადელოდ შეხავ დასტას, თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენი სახელი გვარი, ისიც დაბადების წლები, თვეები და რიცხვები, ორიენტირებით საკუთარ თავსა და მასზე, გაიხსენეთ მისი სახე, თუ გინდათ და თუ გნებავთ ასე ვთქვათ, სურათი დაიდეთ მისი წინ, უყურეთ. ძალიან კარგი ენერგო კავშირისთვის, ფოთაშორის და ენერგო ბალანსისთვისაც, უფრო მეტად წამოიღებს და გაშლა. ნახოთ, რაზეს დუმს ის, რას მალავს თქვენგან, რას გიმალავთ. ამ ბოლო დროს ამდენიმე დღეს ზომიერების არკანი ვერ მოვიშორეთ, ხო? კარგი არკანია, მაგრამ ნელია, ძალიან ნელია. ამოტრიალდა. რაზეს დუმს რას არ გეუბნებათ არა და რას ამოხეთქავდა და რას გეტყოდათ? ზომიერებაში და საკუთარ თავის კონტროლში რო არ იყოს. როგორ აკლი ხართ ღმერთო ჩემ. როგორ აკლი ხართ როგორ. ძალიან. ნახეთ რა სიტუაცია არის კონკრეტულ გაშლაში ზომიერების არკანიდან გამომდინარე, აი ესე გეტყვით ხო, პიროვნება და ზოგადად გაშლის ენერგიაც ისეთია საერთო ჯამში, რომ ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ასე ვიტყოდი მე ხო, რადგან ესე არ ამოვიღე ცალკეულად მის ენერგიები, ამ ენერგიებს მას მივაწერ და არის თმენის საკუთარი თავის კონტროლის მდგომარეობაში და საკუთარ თავს აიძულებს, რომ ზედმეტად არაფერი თქვას, არაფერი დააზიანოს, დააშავოს, არ იჩხუბოს, არ იყვიროს, არ იწილოს, არ იყილოს და მოკლედ ამით უფრო უარესად არ გააფუჭოს სიტუაცია, რომელიც უკვე თქვენ შორის არის, ასე ვთქვათ, დაწერტილებული. თუმცა ეს მისი აზრით არის ეს ყველაფერი დაწერტილებული. ეს ყველაფერი თან მოდის იქიდან, რომ შიშები აქვს ამ პიროვნებას, რომ ეს ურთიერთობა საბოლოო ჯამში არ დასრულდა. თან ხო გონია რომ დასრულდა ეს ურთიერთობა, თან მაინც რაღაც იმედის ნაპერწკალი აქვს, რომ არ არის დასრულებული ეს ურთიერთობა ბოლომდე და რაღაცნაირად მაინც უნდა რომ თქვენთან გაარკვიოს ყველაფერი, კითხოთ რა მდგომარეობა როგორ არის, მაგრამ ალბათ იმდენად სულელური ნაბიჯები გამოდგა მანამდე თქვენთან და იმდენად სულელური რაღაცები და უხეში რაღაცები გითხრათ, რომ ამის გამობედაობაც არ ყოფნის, რომ პირდაპირ მოვიდეს და თქვენთან გაარკვიოს საკითხი, დასრულდა თუ არა თქვენ შორის ურთიერთობა. გაურკვევლობაშია, თავის გონებაში დასრულებულია, მაგრამ იმედის ნაპერწკალი აქვს, რომ არ არის დასრულებული ურთიერთობა, თან ასე თქვა თმინაშია. თავის თავს აიძულებს, რომ ზედმეტი ნაბიჯები არ გადუდგას, იმიტომ რომ დღესდღეობით აგრესიაში იმყოფება პიროვნება და ასე ვთქვათ, იცის რომ დღეს თუ მოინდომებს სიტუაციის გარკვევას, ისევ რაღაც სულელურად გამოუვას ყველაფერი, სისულელეებს გეტყვით, უხეშობაში გადავა, ბილსიტყვაობაში გადავა, რაც აქამდე გააკეთა და უარესად დააზიანებს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე ზომიერების არკანშია, მოთმენაშია, თავის კონტროლშია, თავის ემოციების კონტროლშია და ასე ვთქვათ, თავის თავს მისცა დრო და მშვიდდეს, ხო? თუმცა რეალურად რას გეტყოდათ, ასე ვთქვათ, რაზეს დუმს ეს პიროვნება, ხო? იმას, აი მას ძალიან უნდა რომ გითხრათ, რომ აი მოვიდეს და გითხრათ, მაგრამ იმის და გამო რომ ემოციებს ვერ აკონტროლებს, იკავებს თავს, თუმცა დიდი სიამოვნებით მოვიდოდათ და გეტყოდათ, რომ ძალიან აკლი ხართ, რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა, რომ თქვენდამე მიზიდულობა და მიჯაჭვულობა ძალის არკანიდან გამომდინარე
სერიოზულად ძლიერად აქვს განვითარებული და რომ აკლი ხართ თავის ცხოვრებაში და რომ არ ემეტებით არავისთვის. ისიც უნდათ რომ გითხრათ რომ ძალიან აკლია თქვენი ენერგიები, თქვენ აკლი ხართ, თქვენთან კონტაქტი აკლია და ეს ყველაფერი მას აგდებს სერიოზულ აგრესიაში და აღარ იცის რა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, სიძლიერის არკენა გამომდინარეც და ასე ვთქვათ, ზომიერების არკენად გამომდინარეც მე შემიძლია თქვა, რომ პიროვნება დღესდღეობით ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გეტყოდათ, მაგრამ თავს იკავებს და საკუთარ გზნობებს აკონტროლებს, საკუთარ მოქმედებებსაც აკონტროლებს და ასე ვთქვათ, თმენაშია გადასული, ხო? ასევე გეტყოდათ მეორე ხაზიდან იმას, რომ დიდი სიამოვნებით დაიწყებდა ურთიერთობას განაახლდა თქვენთან თავიდან. თქვენგან რომ შანსი დაინახოს, არც კი დაფიქრდება ისე აიღებს ამ შანსს, ხო? თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება მასთან მიმართებაში ნაბიჯები აღარ გადადგათ წლის არკანიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ხვდება რომ იმდენად გაწყენინათ, რომც გიდოდეთ თქვენ მაინც არ მიხვალთ მასთან, ხომ? მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ასე ვთქვათ, ასეთ რამეს გეტყოდათ და უნდათ რომ გითხრათ და გიმალავთ ჯერჯერობით ამ ყველაფერს, რასაც აპირებს ხო მაინც გამოდგავს თქვენთან ნაბიჯებს, მაინც შეიძლება თქვენი გულის ასე ვთქვათ მონადირებას თავიდან და მას ეს აკაფიოთ გადაწყვეტილი და ვერაფერი ვერ შეაცვლებინებს ამ აზრს მას. ოღონდ იცის ძალიან კარგად რომ ამისთვის საჭიროა რაღაც პერიოდი რო გავიდეს, დამშვიდეს ის, დამშვიდეთ თქვენს და შემდეგ ყველაფერს რაც შეფრთხებულია განახორციელებს. უბრალოდ ერთადერთი შიში ამ მომენტში რაც მას რიანი ხმლებიდან გამომდინარე აქვს, ხო? რომ პირველი ის არის რომ გონია რომ დასრულდა, თუმცა გულით გზნობს რომ ეს ფლატ წერტილი არ არის თქვენს ურთიერთობაში და მაინც აქვს იმედი რომ განახდება თქვენი ურთიერთობა. მეორე შიში ის არის რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში სანამ ის დამშვიდდება, თქვენ დამშვიდდებით და მზად იქნებით რომ ის მიიღოთ, ამაში არ დარწმუნდება. შიში აქვს რომ უბრალოდ სხვა გზით არ წახვიდეს და თქვენი გზები არ გაიყოს, თუნდაც ამ შემთხვევაში სხვა ვინმე არ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ვინმე სტაბილური, რომელთანაც თქვენ დაიწყოთ ურთიერთობას და აქედან გამომდინარე მას აქვს შიშები, რომ დააგვიანდება თქვენთან ასე ვთქვათ მოსვლა და იმდენად მძიმედ აღიქვავს დღევანდელ სიტუაციას, რომ ღამე ძილიც კი უჭირს ამ პიროვნებას ძალიან სერიოზულ შფოთვებშია და ძალიან სერიოზულ წუხილებშია იმასთან მიმართებაში, რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა. გეტყოდათ რომ ძალიან აკლი ხართ, ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა, ძალიან უნდა ყველაფერს თავიდან დაწყება, რომ თქვენ ხართ მისთვის ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში და შანსი მის ცხოვრებაში, რომელმაც ასე ვთქვათ, თქვენით ისწავლა თითქოს ამ პიროვნებამ ეს ცხოვრება და თქვენი დახმარებით ასე ვთქვათ გაიკვლიე რაღაც გზები, ხო, თავის ცხოვრებაში, რაც მას დღეს ძალიან აკლია. და ეს არის მისი ესე ვთქვათ ფარული ფიქრები, რასაც გიმალავთ და არ გეუბნებათ. აი ესეთი მდგომარეობა რაღაც არ მოველოდი ასეთ განვითარებას სიუჟეტის, მაგრამ ასე მოხდა, რა ვიცი. მეგონა ცოტა სხვა რაკურსი წავიდა ეს გაშა, თუმცა ის გიმალავთ თავის შიშებს, ფიქრებს, სურვილებს, აი ყველაფერს გიმალავთ, არ გეუბნებათ. ვერ გეუბნებათ უბრალოდ. კი, ვერ გეუბნებათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რამე დააშავა. ისეთი რამ ჩაიდინა, ალბათ თქვენთან მიმართებაში შეიძლება სერიოზულად აგრესია ყოფილიყო თქვენთან მიმართებაში, სიტყვიერი თუ მოქმედებითი არ ვიცი, რამაც მას აღუკვეთა ფრთები თქვენთან მოსასვლელი, ხო? მოსაფრენი და ვეღარც მოდის. ვერც მოფრინდება თქვენთან, და თქვენ არ დამშვიდდებით რეალურად. აი ესეთი რაღაცა, რაც დღეს ამოვიდა მისი უთქმელი სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც დუმს პიროვნება და რას არ გეუბნებათ, ხო, რას გიმალავთ, აი ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, ვერ გეუბნებათ, ამ ყველაფერს გიმალავთ, ჩამოკარგება და ძვირფასება. დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ, ჩამოკარგება, სიმშვიდეს, გესურვებთ, მშვიდობა, სოლიდარობა, უფალმა არ უნდა გყოთ. კარგად იყავით.